ლიკა შენგელია, იცი? მოკლედ ლიკა შენგელია არის ქალი, რომელიც არის ექსპერტი ოჯახის დანგრევაში. ფაქტიურად შენი პროფესიის. ანუ უпростоრად ექსპერტი ოჯახის დანგრევის საკითხებში. ხო. მოდი ახლა დაურეკოთ ლიკას, რატომ ახლა გეტყვი რა, ექსპერტი ხო არის და ამავდროულად ამ კომენტარსაც ამოვანათებთ, აქ დაწერა, რომ თქვენ დაანგრიეთ ოჯახი. როგორ შეიძლება? იქნებ ცოლმა არ იცოდა, ან იქნებ უთხრათ, რომ მივლინებაში იყო, ასე უნდა გამოაჭენოთ? რას? ეს ლიკა იცი რომელია? ვერ ხვდები. სალომე გოგიაშვილსო დაუნგრია ოჯახი, რო იძახიან მთელი ამბები რო ატეხილი. ალო, ლიკა გვინდოდა? ლიკა, გამარჯობა, ჩვენ გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ და აი თქვენი კომენტარი წავიკითხეთ ირაკლი ზარქუასთან დაკავშირებით და შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვაზე რო გაგვცეთ პასუხი. სოციალურ ქსელში თქვენ დაგიწერიათ ესეთი კომენტარი, რომ თქვენ დაანგრიეთ ოჯახი, როგორ შეიძლება? იქნებ ცოლმა არ იცოდა, ან იქნებ უთხრათ, რომ მივლინებაში იყო. ასე უნდა გამოაჭენოთ? გიშლევათ, მე არავისთან არაფერი არ დამიწერია, ვერ ხვდები სასტრაზე მელაპარაკებით. არა, ზარქუას თემა. არც ის არის, იცი ზარქუას ამბავი? ზარქუა ვინ არის? ვერ ირაკლი ზარქუა, პარლამენტარი. დიახ და მე რა ხდება ირაკლისთან? ხო და აი თქვენ გირეკავთ როგორც ექსპერტი, როგორ შეაფასებდით ამ კაცს, როდესაც მონაკოში ადამიანი გამოჩნდა სხვა ქალთან ერთად, რომელსაც ყავს თბილისში მეუღლე და მთელმა საქართველოს ნახა ეს. მე რატომ უნდა შეგიფასოთ? რა ვიცი, თქვენ ხო ხართ რაღაცა ოჯახი ხო ყავთ რაღაცა შემფასებელი ეს ექსპერტი? აი, მძანდებით საერთოდ. გადაცემა სარკასტიკა. არა, თავიდან ხო გითხარით გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ. ჩვენ ყველას აუცილებლად ვაფრთხილებთ დასაწყისში, საიდან ვრეკავთ. მე არ მინდა რომ ჩემი კომენტარი სადმე იყოს გამჟღავნებული და სადმე გამოიყენოთ, მაგრამ გამიშუქება. არა, თავიდან ხო თქვით, გაგვეცით პასუხი. ჩვენ ხო გითხარით საიდან გირეკავდით და ფაქტიურად არც არაფერი არ უთქვია და. არა, თქვენ ფაქტიურად არც არაფერი, აი ჩემი თანაწამყვანიც იძახს, ფაქტიურად არც არაფერი არ გითქვამ. ჩვენ უბრალოდ დაგირეკეთ ჯერჯერობით რაღაცა განხილვის თემაში ვართ. ჯერჯერობით შეფასება არ გაკეთებიათ. მე არ მინდა რომ ჩემი რამე კომენტარი სადმე ეგრეა ზარქუას არ უნდა, მაგრამ კი გადავხდეს. ისე მინდა მონაკო. სადმე გამოიყენოთ. თქვენ კომენტარი არ გაგიკეთებიათ, მიხვდით? კომენტარი არ გაგიკეთებიათ. ნუ, ლიკამ თავი წაიქცია, აიშალა, სხვის ოჯახში რო შედიოდა, მაშინ კარგი იყო ეს ღორება. ჩემი სალომე გოგო მიწვალა, გახსნა ტასაცმლის მაღაზია თურქეთში გადაკარგული. თარდა მინდა მეკითხა ის